ჩვენი თანაწამყვანი და მსახიობი კახა მიქიაშვილი იმყოფება რომში, სადაც 16 ნოემბერს რომის ქართული სამრევლოს თეატრის ჩვენებურების სპექტაკლის პრემიერა შედგება. თუ როგორია მზადება ამ დღისთვის, უფრო მეც უკვე თავად კახა მოგვიყვება, რომელიც ახლა რომიდან ჩაგვერთვება. კახა, დილამშვიდობისა. დილამშვიდობისა, კახა. მოგესალმებით, დილამშვიდობისა, რომიდან ერთ-ერთ ყველაზე ტურისტული ადგილიდან, ესპანეთის მოედნიდან ცნობილი კიბეები, სადაც ალბათ ყველა აქ ყოფი მოდის და ყოველთვის განსაკუთრებული აქ სიტუაცია, საკმაოდ ადრია აქ და უკვე ხალხის ნაკადი შეემჩნევა და განსაკუთრებულია ჩემი და ჩემი კოლეგების აქ ყოფნის მიზეზით. ალბათ ჩვენს ტელემაყურებელს ახსოვს, ზაფხულში ჰქონდა ჩვენ სიუჟეტი, რომ რომში დაარსდა ქართულ სამრევლოსთან არსებული თეატრალური დასი მარგალიტები. და მაშინვე პრემიერის შემდგომ გაჩნდა სურვილი და იდეა, რომ კარგი იქნებოდა საქართველოსთან მოწვეულ მსახიობებთან ერთად განხორციელებულიყო შემდგომი დადგმა და აი სულ რამდენიმე თვეში ამ იდეას ხორცი შეესხა და მათი მოწვევით ახლა ვიმყოფები ჩვენ აქ მე თამუნა ნიკოლაძე, ჩემი მეგობარი და კოლეგა და ასევე ჩვენი მეგობარი თინათინ კორდაძე, რომელიც დადგამს სპექტაკლს დავით კლდიაშვილის დარისპანის გასაჭირის მიხედვით სპექტაკლი ჩვენებურები, ანუ აქ ცხოვრებ ქართველებთან ერთად, თეატრალურ დასს მარგალიტებთან ერთად და ჩვენ ერთად ვითამაშოთ სპექტაკლს. მინდა ვისარგებლო შემთხვევით რომის სამრევლოს მის წინამძღვრად გადავხოთ დიდი მადლობა ამ არაჩვეულებრივი საქმის, რაც კეთდება და აკეთებენ რომში. ასევე მადლობა ქალბატონ ლალი ლატარიას, რომელიც ძანდება ამ თეატრის სულისჩამდგმელი დამაარსებელი და ყველა იმ მსახიობს, რომელიც ამ დასშია, ჩვენ კოლეგებს, რომლებიც ერთად ვიქნებით სცენაზე, საოცარი ატმოსფეროა, საოცარი განწყობაა და კვირას წარმოვადგენთ ამ სპექტაკლს და მე იმედი მაქვს, რომ ეს იქნება დასაწყისი ბევრი სხვა წარმატებული პროექტებისა, განხორციელებული იდეებისა და დანარჩენს მოგიყვებით სიუჟეტით, რომელსაც სულ მალე შემოგთავაზებთ, მაშინ როცა დავბრუნდები საქართველოში, ასე რომ დროებით გემშვიდობებით.